ფონდ ქართულს დახმარებით თბილისში ერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდება. თბილისის ზღვის მიმდებარედ რეკრეაციული და გასართობის სივრცე მოეწყობა. თბილისის მერია საქველმოქმედო ფონდ ქართულსა და ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სარეკრეაციო დასასვენებელი ზონა. გაშენდება ატრაქციონების პარკიც. მოსასვენებელი სივრცე გაერთიანებს როგორც გართობის, ისე შემეცნების ყველა კომპონენტს. ბრიტანული კომპანია ფონდ ქართულსთან ხელშეკრულების საფუძველზე პირველ ეტაპზე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს ჩაატარებს. მეორე ეტაპზე კი შეიქმნება კონცეპტუალური დიზაინი. მემორანდუმზე ხელმოწერის ღონისძიება თბილისის საკრებულოში გაიმართა. დედაქალაქის მერმა ფონდ ქართულს და მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ოჯახს თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. ფონდ ქართულს დახმარებით ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას თბილისში ახალი რეკრეაციული და გასართობის სივრცის მოსაწყობად. საუბარია თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი სარეკრეაციო დასასვენებელი ზონის შექმნაზე, სადაც დაგეგმილია გაშენდეს ატრაქციონების პარკი. სარეკრეაციო ზონა გააერთიანებს როგორც გართობის, ისე შემეცნებისა და დასვენების ყველა იმ კომპონენტს, რომელიც დღეს გავრცელებულია მსოფლიოში. დღეს ჩვენ ხელს ვაწევთ თანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის მერიას, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართულს და კომპანია LDP-ს შორის, რათა იდეა, რომელზეც საუბრობ, რომელიც იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება, ვაქციოთ რეალობად. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ფონდ ქართულს და მისი დამფუძნებლის ატონ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩართულობისთვის. ფონდი ქართულს დაფინანსებით და ჩართულობით მოიძებნა მსოფლიოში დიდი გამოცდილების მქონე საკონსულტაციო კომპანია LDP, რომელიც უკვე მუშაობს შესაბამის მულტიდარგობრივ კვლევებზე, რომელთა საფუძველზეც უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტირება, შემდეგ კი ბუნებრივია განხორციელდება აღნიშნული პროექტი. ეს პარკები არის ეკონომიკური კატალიზატორები. ისინი ქმნიან დასაქმების საშუალებას და ხანგრძლივ ეკონომიკურ გავლენას, რომელიც თქვენს ქვეყანას სჭირდება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩავერთეთ ამ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინვესტიცია მოიტანს საკმაოდ კარგ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს მოსახლეობისთვის.